ჩანს გორის მუნიციპალიტეტში არის თანხა და აი ამ თანხას რაღაცა ფიქრობენ რომ მხოლოდ თვითონ უნდა მოიხმარონ, მხოლოდ თავისი რაღაც კორუფციული სქემებითა და ნეპოტიზმით უნდა დაასაქმონ თავისი რაღაცა თანამშრომლები, უნდა გაბერნონ შტატები და ეს ფული თვითონვე უნდა მოიხმარონ, რაღაც კარგ კურორტებზე დაისვენონ. მაგალითად ჩვენ ხედავთ რომ საკრებულოში იქნება ფრაქციები, რომელიც არანაირ საქმიანობას არ ეწევიან, იქნება ფრაქციების მოადგილეების შტატები, იქნება მერის მოადგილის დამატებითი შტატები, უამრავი სხვადასხვა სამსახური, უამრავი გაბერილი შტატი სააგენტოებში, აიპებში, რომელიც არაფერს აკეთებენ. გაბერილი შტატები და გაზრდილი ხელფასები, ასე ეხმაურებიან სამოქალაქო სექტორში, საჯარო სამსახურებში ხელფასების მატებას. იანვარშივე პირველივე საკრებულოს ხდომებზე მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასების მატებაზე იფიქრეს. საკრებულოების დადგენილებებისა და საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონის მერებიდან ყველაზე მაღალი ხელფასი გორის მერს აქვს 8,052 ლარი, ყველაზე დაბალი კი კასპის მერს. მეორე ადგილზეა ქარელის მერი, რომლის ხელფასის ოდენობა 7,399 ლარია. მესამე ადგილზეა ხაშურის მერი, მისი ხელფასის ოდენობა 7,360 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება კასპს, მისი ხელფასი 7,323 ლარია. გაზრდილია როგორც საკრებულოებისა და კომისიის თავმჯდომარეების, ისე მოადგილეების ხელფასები. საკრებულოში შეიქმნა ფრაქციები. ფრაქციების თავმჯდომარეებს 3 მოადგილე ჰყავთ. მათ ხელფასებში კი ათასობით ლარი იხარჯება. ქართული ოცნება არის მათყუარა ხელისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამ ფონზე რაც შეიძლება მეტად მოირგოს ის ბიუჯეტი თუ რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის პატარა მუნიციპალიტეტებისთვის ეს მიდგომა, იმიტომ რომ ისაც მცირე ბიუჯეტიან მუნიციპალიტეტებს, რომელსაც მრავალი პრობლემა გააჩნიათ, თანხების არასწორად ხარჯვა კიდევ უფრო დამატებითი პრობლემების წინაშე აყენებს. საგანგაშო არის ის მდგომარეობა, რომელიც ხელოვნურად შტატების გაზრდით ბიუჯეტის მიმართ ზიანით გამოიხატება, რომ საქმეს ვინც აკეთებს იმ ადამიანებს არ ეზრდებათ ხელფასები, იმ ადამიანების მდგომარეობა არის უცვლელი, მაგრამ იმ პიროვნებებს, რომლებიც არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და რომლებიც ქართული ოცნების ინტერესებს ახორციელებენ, მათ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი თანხა და მეტი შესაძლებლობა რესურსები მისდით სახელმწიფოს შესაძლებლობებიდან და ქონებიდან. ევანდელ რეალობაში საშუალო სტატისტიკური ქართველი არის ძალიან დიდ გაჭირვების მქონე, რადგან ვიცით რომ დოლარი რა დღეშია, ვიცით რომ ასეთი ინფლაცია არის ქვეყანაში, მაღაზიებში ვერ შევა ადამიანი, რომ ნახევარი ხელფასი არ დატოვოს და ეს ადამიანები იზრდიან ხელფას და ჩვეულებრივი მოსახლეობა რჩება ისევ აი ამ სიდუხჭირის და სიმშილის წინაშე. ხო, აი მაგალითად რო ავიღოთ გორის მუნიციპალიტეტი, ხო, მნიშვნელოვანი საკითხია გორის მუნიციპალიტეტი, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი შეჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც არ აქვს ელემენტარული ის რაღაცა ყოველდღიური ზოგ შემთხვევაში კი კვების ნორმაც კი, ანუ არ აქვს ის ულუფა, რაც არის ადამიანისთვის საარსებო, ხო, იმიტომ რომ არ არის სამუშაო ადგილები, არ არის ასე ვთქვათ ის ეჯერადი დახმარებები, რაც უნდა ჰქონდეთ ჩვეულებრივ მოსახლეობას, რომელიც ასე ვთქვათ ნორმალური ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ჩვენ ხედავთ იმას, რომ მხოლოდ თვითონ ისკელებენ ჯიბეებს, მხოლოდ თვითონ ასე ვთქვათ ფიქრობენ იმას, რომ კარგ კურორტებზე დაისვენონ და ჩვეულებრივი მოსახლეობა აი ასეთ სიდუხჭირის წინაშეა. ცნობისთვის ახალი წლიდან მუნიციპალიტეტებში ხელფასები 10%-ით გაიზარდა.